პირდაპირ ეთერში. და ახლა ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ჩვენს კითხვებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე უპასუხებს პირდაპირ ეთერში. ბატონო დავით, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. პირველ რიგში, რას ნიშნავს დღევანდელი ანგარიში და დღევანდელი გადაწყვეტილება ორი კუთხით მინდა გკითხოთ და პირველ რიგში მოქალაქეებისთვის რა პირობებით და როდიდან შეეძლებათ მათ ევროპაში თავისუფლად გადაადგილება? მოგესალმებით, დიდი მადლობა ეთერში ჩართვისთვის. რა თქმა უნდა, დღეს არის მართლა ისტორიული დღე. დღეს არის დღე, როდესაც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის გადაიდგა პირველი ნაბიჯი იმ თვალსაზრისით, რომ ევროპამ თქვა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ევროპის კარი შენგენის ზონაში არის ღია. რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ეს პროცესი დაიწყო, იყო მართებული, იყო სწორი მიმართულებით წარმართული და დასრულდა იმ შედეგით, რომელთაც ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა ამ რეფორმების პროცესმა. საქართველოს მოქალაქისთვის ეს იქნება არა მხოლოდ საშუალება, მას შემდეგ რაც ეს პროცესი ტექნიკურად დასრულდება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, არა მხოლოდ საშუალება იმისა, რომ ბიომეტრიული პასპორტის მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის და აქ ხაზი მინდა გაუსვა, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ჩვენი დების და ძმებისთვის, ჩვენი თანამემამულეებისთვის იქნება შენგენის ზონა თავისუფალი მიმოსვლის სივრცე, არამედ ხაზი გაესმევა იმას, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი. საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპა არის სახლი. ბატონო დავით, დავაზუსტოთ, ესე იგი მე თქვენგან მოვისმინე, რომ საჭირო იქნება ბიომეტრიული პასპორტი ევროპაში გადაადგილებისთვის. სავარაუდოდ, როგორც ხვდებით, რამდენიმე თვე არის კიდევ საჭირო იმისთვის, რომ საზღვრები საბოლოოდ გაიხსნას. კიდევ რა პროცედურები არის საჭირო იმისათვის, რომ საბოლოოდ თავისუფალი გახდეს მოგზაურობა, ასე ვთქვათ? დიახ, დიდი მადლობა, ეს არის აუცილებელი მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმისთვის, რომ ყურადღება გავამახვილოთ. პირველი რაც ამ დოკუმენტში წერია, აღნიშნავს, რომ ამ რეფორმების საფუძველზე ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2016 წლის დასაწყისიდანვე შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართოს ევროპარლამენტს და ევროკავშირის საბჭოს, ევროპის საბჭოს. რაც ნიშნავს, რომ ევროპარლამენტი, მას შემდეგ რაც ეს დოკუმენტი 2016 წლის დასაწყისში წავა ევროპარლამენტში, კენჭს უყრის მას და მიიღებს უბრალო უმრავლესობით გადაწყვეტილებას, ხოლო შემდეგ ევროკავშირის საბჭოზე, რომელსაც შინაგან და იუსტიციის მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. როგორც მოგეხსენებათ, ამ თვალსაზრისითაც ჯერ კიდევ მაისში რიგის სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან უმაღლეს დონეზე გამართული შეხვედრების დროს იქნა პრინციპულად ხაზგასმული ევროპის ლიდერების მხრიდან, რომ პოლიტიკური შეფერხება ამ პროცესს არ ექნება, როგორც კი ტექნიკური, ასე ვთქვათ, შეფასება იქნება მზად. და ეს შეფასება მზად არის, ეს შეფასება გამოქვეყნდა და ეს შეფასება ხაზს უსვამს ძალიან მაღალ საშემსრულებლო ხარისხს, რომლითაც საქართველოს მთავრობა, მისი თითოეული სამინისტრო მიუდგა ამ საკითხს, გახადა ის პრიორიტეტულად და ის შეასრულა. გასაგებია, კიდევ ერთი დეტალის გარკვევა მინდა თქვენთან, რა ვადით შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში შენგენის ზონაში ყოფნა და ხომ არ ექნებათ მათ პარალელურად მუშაობის უფლება? რაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ, ეს არის უვიზო მიმოსვლა, რომელიც უკავშირდება 180 დღის პერიოდში 90 დღით მოგზაურობის უფლებას. ანუ ეს არის პერიოდი 90 დღე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა დავარღვიოთ და გადაადგილებისთვის, უვიზოდ გადაადგილებისთვის ჩვენ გვჭირდება ეს პერიოდი. რა თქმა უნდა, მუშაობის უფრო ხანგრძლივად დაყოვნების 3 თვეზე მეტი პერიოდით სწავლის უფლებისთვის ჩვენ დაგვჭირდება შესაბამისი ნებართვის აღება კვლავ საელჩოში, მაგრამ ეს უკავშირდება მხოლოდ 3 თვეზე ხანგრძლივად ყოფნის და დარჩენის მსურველებს. თუმცა 3 თვემდე პერიოდით, რა თქმა უნდა, ჩვენ გვიხსნის ეს შესაძლებლობას, მაგრამ აღსანიშნავია და ძალიან პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ ამ 90 დღეს, რომელიც იქნება ეს ჯამობრივად, თუ იქნება ეს გადამით, დარღვევის შემთხვევაში თითოეული მოქალაქე პრაქტიკულად თვითონ იზღუდავს თავისი აი ამ გადაადგილების თავისუფლებას, რომელსაც ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნები მიანიჭებენ საქართველოს მოქალაქეებს. შესაბამისად, ძალიან პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ ეს არის
ვადა, რომელიც უნდა დავიცვათ უვიზო მიმოსვლისთვის. და როგორც ხვდები, ვადის გასვლის მოახლოებასთან ერთად შესაძლებელია თქვა საქართველოში დაბრუნება და შემდეგ კვლავ 90 დღით გამგზავრება. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს 180 დღის ნებისმიერი 180 დღის პერიოდში საქართველოს მოქალაქე შეუძლია 90 დღე დაახოს შენგენის ზონაში, ანუ 6 თვეში 3 თვე. ყოველ 6 თვეში 3 თვე შეუძლია რომ იმოგზაუროს ევროკავშირში იმ შესაძლებლობიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდება შემოქმედებითი ევროპის, ანუ Creative Europe-ის პროექტს, რომელიც ხელოვანი საქართველოს მოქალაქეების ხელოვნების დარგში პროექტებს უკავშირდება, მეცნიერების დარგში Horizon 2020, სხვა Erasmus-ი სტუდენტებისთვის და სხვა ისეთი პროექტები, რომელიც 3 თვემდე ან ბიზნეს პროექტები, რომელიც 3 თვემდე ევროკავშირის ზონაში, შენგენის ზონაში ყოფნას უკავშირდება, რა თქმა უნდა, სწორედ ამ თვალსაზრისით იქნება ძალიან ხელისშემწყობი ფაქტორი. ბატონ დავით, ხომ არ დაგვეკისრება, ან ხომ არ დაეკისრება საქართველოს მოქალაქეებს რაიმე სხვა ვალდებულება სხვა ქვეყნებთან სავიზო რეგულაციების თვალსაზრისით? თქვათ იგივე რუსეთთან ურთიერთობაში, რუსეთიც გვთავაზობს უვიზო მიმოსვლას, ევროკავშირთან საზღვრების გახსნა ხომ არ ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების გადაადგილებას სხვა ქვეყნებში მაგალითად? არა, ეს არის თავისუფლება, რომელიც განსაკუთრებულ შეზღუდვებს, რა თქმა უნდა, არ ითვალისწინებს პირიქით. ეს არის ის თავისუფლება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის როგორც იმ ქვეყნის წარმომადგენლებისთვის, როგორც იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც განახორციელა და მიიყვანა ის რეფორმები ბოლომდე, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი იყო, არა მხოლოდ აი ამ შედეგის მისაღწევად, ეს ძალიან პრინციპულია, არამედ სწორედ ქვეყნისთვის, მისი როგორც ევროპული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, იქნებოდა ეს მიგრაციის საკითხი, თავშესაფრის საკითხი, იქნებოდა ეს კანონის უზენაესობა, იქნებოდა ეს ხაზგასმით არის აღნიშნული პროკურატურის რეფორმა, რომელიც არ შედიოდა ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში, მაგრამ როგორც მიღწევა და მნიშვნელოვანი რეფორმა იქნა ხაზგასმული. ანუ ეს რეფორმები, ეს მნიშვნელოვანი წინსვლა და საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ იქნა აღქმული ევროკავშირის მიერ, როგორც პასუხისმგებლობით ახსოვს მთავრობისა და მოსახლეობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლის ასე ვთქვათ ფარგლებშიც გაიხსნა ევროპის კარები და გაიხსნება, როდესაც ეს ამოქმედდება საქართველოს მოქალაქეებისთვის. ბატონ დავით, და ბოლოს პოლიტიკურად რა დატვირთვა აქვს ამ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობისთვის, მაგალითად საქართველოსა და ევროკავშირს შორის საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობაა უკვე, ასოცირების ხელშეკრულება, სამეზობლო პოლიტიკა, ახლა ვიზა ლიბერალიზაცია, რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი უკვე ევროკავშირთან ურთიერთობაში? ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ის წარმატებები, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იქნა მიღწეული, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, პირველი 2 ასოცირების საბჭო, რომელმაც როგორც ასოცირების, ისე თავისუფალი სავაჭრო სივრცის კუთხით ერთმნიშვნელოვნად ხაზი გაუსვა წარმატებას, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდებოდა. იყო ლოგიკური გაგრძელება ამისა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გახდა უვიზო მიმოსვლა შესაძლებელი. ანუ ამ რეფორმების ფარგლებში და იმ ევროპული კურსის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს მთავრობა, საქართველოს ხელისუფლება მიყვება და ახორციელებს, სწორედ ლოგიკური შედეგი იყო ეს. ამის შემდგომ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ, ის სარგებელი, რომელიც ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეს, მის მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს მისაღები ჯერ კიდევ ასათვისებელი, ძალიან დიდი საშუალებები იხსნება წინ და ამაში ევროკავშირი უკვე ჩვენთან შემოდის როგორც პარტნიორი, ჩვენ ერთად გვაქვს უამრავი გეგმები, მოხდება სოფლის მეურნეობის ფარგლებში წარმოებული სხვადასხვა პროდუქციის აღიარება, ანუ ბაზარი არა მხოლოდ ღია იქნება იმ პროდუქციისთვის, რომელიც აქამდე გადიოდა, არამედ იხსნება ახალი პროდუქციისთვის, იქნება ახალი შესაძლებლობები, რაც პირდაპირ აისახება მზარდ ექსპორტზე, პირდაპირ აისახება დასაქმებაზე, პირდაპირ აისახება სამუშაო ადგილების შექმნაზე. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი დღის წესრიგი, კარგი სამოქმედო გეგმა ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის კუთხით. თუმცა ჩვენი სამიზნე რა თქმა უნდა ევროკავშირის წევრობაა გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ ჩვენ დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი მექანიზმები, რომ საქართველოს როგორც ევროპული სახელმწიფო ჩამოყალიბდეს და შედგეს. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს კითხვებს სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე პასუხობდა.
და განვაგრძობთ გამოშვებას, საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის რიგით მე-6 საინფორმაციო ცენტრის ოფისი გაიხსნა. ოფისი დღეიდან ფუნქციონირებას მარნეულში იწყებს. ცენტრის ფუნქცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის საერთაშორისო ინსტიტუტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა. ცერემონიას დაესწრო ევროინტეგრაციის მინისტრი დავით მაქრაძე.